დასლაპარაკობ რიყე გინდა, ვაკე გინდა, სასტუმროები გინდა. ხელის გულზე მყავდა დასმული თელავში შემოდიოდა ილიას ტბა გინდა რა ვიცი და სადაღა ბათუმშიც უნდა წამიყვანა უკვე იქამდე ვიყავი მისულიმე. არა ის დალევა მე რო დალია ერთი რო დალია ნევრები რომ მოეშალა დალია ერთხელ დალია ორჯერ დალია სამჯერ დალია მე ისევ ჩაუხვი ეს ეგ თემა ჩემზე მაბულინგეს შეაზითავს აზიზღებდნენ ფაქტიურად ჩემთავს აჯავრებდნენ კი არა ყვარებდნენ და იმ საჩუქრე არც მორუტულად ვიძახი ამას არაფერს არ ვამბობ. სამართლიანად ვსაუბრობ. რატო არ ეუბნებით უჩაჭაბაშვილს, რომ შვილები რო ყავს იქ ჯაფარიძეში და ერთი კიდე იმ აღაიანში, რომ მას მიაქციოს ყურადღება, რატო არ აწყობთ ამას? მე რატო მეუბნებით? იმასაც ხო ყავს შვილები. აბა უთხარით უჩას რომ წავიდეს და იმ შვილებს ყურადღება მიაქციოს, ფული ჩაურეცხოს და მისატანი მიუდანოს. ჩემზე რო გაქვთ ენები გადმოგდებულები, რატო იმას არ ეუბნებით? იმასაც ხო ყავს შვილები. გოდა არც თქვენ გეკითხებათ. მე ნახავ თუ არა შვილს. თქვენც არ გეკითხებათ არაფერი. ჩემი გადასაწყვეტია ეს თემა. და თქვენი განსახილველი არ არის ეს ლაპარაკი. თუ გინდათ გაგერი უჩას რომ ეუბნებით და ვითომ აღმერთეთ გადადით და უთხარი ვნახია შვილი? არ ვაძლევდი ფულს წადით. არა, მე რომ მეუბნებიან. მაგიტომ ვეუბნები, კაცო და იმას რომ გიძახია რომ ეს ეგეთი როგორ აი უბრალოდ რატო ვიძახი იცი ამ სიტყვას? მე აღარ შემეკითხოთ. მე ჩემი ცხოვრებას მე მივხედავ. მე ხვალ შვილთან მივდივარ და უნდა ვნახო. და იმანაც იფიქროს. თავის შვილები რომ ნახოს, არ ენატრება? ვიცი რომ ენატრება. ნახოს მიაქციოს ბავშვებს ყურადღება. თორე განა მე ცუც კი არ ვიცახი და ვაბულინგებ. უბრალოდ მამა არის და უნდა ეს ყურადღება უნდა გქონდეს შვილებში გადატანილი და მეტი ყურადღება იმას უნდა მიაქციოს. მე ამას ვიცახი. ჩვენ შვილებისთვისაც ცოცხლობთ ადამიანები. კეთი ჭირდებათ, ხედავ? და თქვენ ხარ TikTok-ის ლიდერი. და რეპორტერი საქართველოს. TikTok-ი ხო არის შერიშაკმენილია, ხო? კი ბატონო. გაიგე, არის ნარია. აბა მედი და რეპორტერ რა მოუვათ მერე. წამში ყველა გაუქმდება, წამში. შენ TikTok-ის ობროსთან გაგსვაგი, ხო? ერთი სიტყვა რო თქვა, ემინა გააკრებს ყველა TikTok-იდან. შეხედეთ? მე ფაქტი მოგცემ. იმიტომ მე ფერები, ზოგიერთები და მე ლაქუცები. ვენაცვალე ფიქრიას ტელევიზიას. მე ფიქრიაზე ხმას არ ამოვიღებ. ის სამართლიანია ყოველთვის და მის გვერდში ვიქნები ყოველთვის.